ჩვენი გადაცემის სტუმარია ლაშა კაცია, რეჟიმის პატიმრის ნიკა კაციას ძმა, ვთხოვ მას სტუდიაში. სამშვიდობო ლაშა. შეიძლება დიდი მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. მე მაყურებელს ვეთყვი იმის შესახებ, თუ რა არის ბრალი და შემდეგ მოვისმენთ თქვენს პოზიციას. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია არის იყო აქციების აქტიური მონაწილე და აი ეს მეთოდი ნარკოტიკების გამოყენება რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიმართ რაღაცნაირად აპრობირებული მეთოდი გახდა, ერთ-ერთი მეთოდი და არა ერთადერთი. ლაშა, დღეს ლაპარაკი იყო იმაზე, რომ აი მე ვციტირებ, მე-4 თვე ხდება 7 აპრილს, როცა გამოძიება არც ერთ შემთხვევაში არ იწყება. მე კი არ უნდა ვიხვეწებოდე და გემუდარებოდეთ, ისედაც უნდა მოხდეს. ვითხოვ გამოძიებას და რატომ არ იწყება. შეგიძლიათ გითხრათ, რას ნიშნავს, რომ გამოძიება არ იწყება? საქმე არის სასამართლოში და ამას განმარტება სჭირდება ჩვენი აუდიტორიისთვის, რა იგულისხმება ამ სიტყვებში, როდესაც ნიკა ამბობს, რომ არ იწყება. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომეცა გამოვიყენო დრო თქვენი ეთერის. იცით როგორ არის საქმე რეალურად ის ნათელი წერტილები რაც გამოიკვეთა ესეც ჩვენი დამსახურებაა და არა იმის რომ პროკურატურამ რაღაცა გააკეთა ან მართლა გამოძიება ჩაატარა. შესაბამისად აი ამ დეტალებში უკვე ჩვენც როგორ ჩავიხედეთ ხო ჩვენ თვითონ მოვიძიეთ მოწმეები ვიპოვეთ ესენი ასევე ჩვენ გვაქვს მარშრუტი როგორ მოხდა მისი გადაცემა ამ რაღაცა დეტალებზე უნდა დაიწყოს გამოძიება ამაზე ორი აზრი არ არის იმიტომ რომ გადამეტებული იყო ფაქტია რომ ჩადებულია უკვე ამას ყველა დეტალი ამაზე მეტყველებს მაგრამ ყველაზე ცუდი არის მომენტი ის რომ ვინ უნდა გამოიწიოს ჩვენ კი ვითხოვთ ნორმალურ სახელმწიფოში გასაგებია რომ უნდა იყოს რაღაც უწყება ვინც გააკონტროლებს თუნდაც იმ პროკურორებს და გამომძიებლებს ვინც ესე როგორც ჩემმა ძმამ თქვა იმ სიტყვებს გავიმეორებ თეთრი ძაფით შავზე კერავენ საქმეებს მაგრამ ამ ვითარებაში და ამ რეალობაში ესეთი უწყება არ არსებობს უბრალოდ ჩემს მას აქ გართულება ის რომ ფაქტია რომ რაღაცა ნივთები დაიკარგა მისი რომელიც თან ქონდა თავის სიმართლის რაღაცნაირად დამტკიცება უნდა და ამ გზაზეც ხელს უშლიან აი მარტივად რომ ავიღოთ დღეს ექსპერტიზის დასკვნაზე რომელიც სამხარაულშია გაკეთებული გამოაცხადეს რომ ჯერ კიდევ საკითხავია რამდენად სანდოა და ძალიან დიდი ბოდიშით არც მე მჯეროდა რომ ეგ დასკვნა მოვიდოდა და პირველი რაც თქვი ადვოკატთა კონსულტაციისას იყო ის რომ მოდი ავიღოთ ორი ნიმუში რომ მე მგონია რომ გააყალბებენ და ამისი მრავალი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო როცა გაუყალბებიათ და ავიღოთ ორი ნიმუში რომ ერთი თუ რაღაცა იქნება გავაგზავნოთ უცხოეთში რომ არსებობდეს რაღაცა ალტერნატივა იმის რომ დაცულად ვიგრძნოთ თავი რომ ვიღაცა ისევ არ შეთითქმის დღეს სამხარაულზეც რომელზეც ზეგავლენა თუ ვინმე საქმე ისევ აქ ამ პროკურატურას და სასამართლოს და ნუ იქ ზემოთ არალეგიტიმურ მთავრობას იმ უწყებამაც კი დადო დასკვნა რომ არც ანაბეჭდი ყოფილა იმ რაღაცა გაურკვეველ პაკეტებზე რომელიც თვალით არ აქვს ნანახი ნიკას და მის ორგანიზმში 2 წლის განმავლობაში არც ერთი სახეობა ნარკოტიკული საშუალების არ ყოფილა მაშ რა ხდება ახლა სასამართლო პროცესებზე მოდი ამაზე ვისაუბროთ ვინ აძლევს ჩვენებებს ნიკას წინააღმდეგ რას ამბობს პროკურატურა და საერთოდ ფორმალურად მაინც მოაქვს თუ არა რაიმე მტკიცებულებები რომელითაც ცდილობს რომ ასე ვთქვათ ადამიანი გაასამართლოს. გასაგებია რომ ეს მტკიცებულებები შეიძლება არაფერს ნიშნავდეს მათთვის მოწმეებს ხედავთ სასამართლოზე რომლებიც არიან ხშირად ცრუ მოწმეები ან თუ არ არიან ხო ან თუ არის გამონაკლისს შემთხვევები, სადაც არ არის თქვა სრულ მოწმე, ის მოწმე იტყუება. მოკლედ, ყველანაირი ისეთი შემთხვევა გვაქვს, რომ და მოსამართლეს ეს ყველაფერი არ აინტერესებს, იმიტომ რომ მითითება აქვს მიღებული, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს. ამას ვხედავთ ამ სასამართლო პროცესებზე. აი ახლა კონკრეტულად ნიკას შემთხვევაში რა ხდება? აი მარტივი მაგალითი ვთქვათ, რასაც ვითხოვდით, როგორ ხდება, იცით
ჩვენ ინტერესში რომელიც ჩვენ ინტერესში ყველა მოწმე შედის, იმიტომ რომ ის რომ მოწმეებიც იმდენ შეცდომას უშვებენ, რომ აი არა იურისტის თვალითაც რო შეხედო მარტივად გაიგებ რომელია ტყუილი და რომელი მართალი და ჩვენ მარტივ რაღაცა გვინდოდა რომ კონკრეტული მოწმე რომლის მანქანითაც იმგზავრა გაიტაცეს, გადასვეს სხვა მანქანაში და ნოდარ მელაძის შაბათში იყო ტაქსის ძღოლზე საუბრობ, ნოდარ მელაძის შაბათში იყო ეგ ინტერვიუც იმ ტაქსის მძღოლთან, მოსამართლე არ თვლის საჭიროდ რომ ეს მოწმე დაიკითხოს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის? მნიშვნელოვანია იმიტომ რომ რეალურად ნიკუშას აყვანის ადგილი უწერია სხვა და რეალურად გატაცება მოხდა ამ ადამიანის ჩემი ძმის, იმიტომ რომ გაიტაცეს, შემდეგ იქ ტაქსიც რაღაცა იყო ფსიქოლოგიური ცოტა ზეწოლა, შემდეგ გადასვეს სხვა მანქანაში, იმ ადგილიდან კიდე სხვა ადგილზე წაიყვანეს და მათ უწერიათ საერთოდ თავიდან ბრალი ასე დაიწყო, რომ ნიკუშა იყო ზემოქმედების ქვეშ და სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. ერთი ის რომ აყვანის ადგილი სახლთან იყო და სახლი დღემდე არ არის გაჩხრეკული, ანუ გასაღები ჩატეხეს კარებში ამ ადამიანებმა და ეხლა ბრალდებაში გიწერია რომ სახლში ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას მინიმუმ უნდა გაჩხრიკო, ხო? მე ვარაუდი მქონდა რომ სახლში რო შესულიყო, დედაჩემი იმდენად მიამიტია რომ ეძახდა რომ ფანჯრიდან შემოდითო. დარწმუნებული ვარ რომ სახლში ჩადებდნენ ამ წამალს, მაგრამ შემდეგ აი ეს თვითონაც ვერ გაერკვნენ რა უნდა გაეკეთებინათ, ამიტომ შეცვალეს დაკავების ადგილიც, რა მნიშვნელობა აქვს ეხლა სადა იყვნენ და საჩაუდებდნენ. იტყოდა რომ ეს კი არ არის დაკავება, ანუ ის შეესწრო ამ ამბავს. ამ ტაქსით გზავრობდა ნახეთ, ნიკა სახლიდან გამოვიდა, უფრო დეტალურად რომ მივხვდეთ, გამოვიდა სახლიდან და შემდეგ რა ხდება? ჩაჯდა ტაქსი და მისი ტაქსი ჩაჯდომა და ამ გაურკვეველი პიროვნებების ესე დავარქმევ, იმიტომ რომ თვითონაც არ იცოდა ვინ იყვნენ, ჩაჯდნენ მანქანაში და ამ ტაქსიანად წავიდნენ. ტაქსით გადაადგილდნენ. შემდეგ ეს ტაქსი დაახლოებით ალბათ მაქსიმუმ 100 მეტრი არის. აიძულეს რომ წასულიყო. ტაქსის ძღოლი იძახის რომ მიმანიშნეს ვინც იყვნენ ამ სიტყვებით საუბრობ. წადი. და სადღაც 100 მეტრში არის ჩიხში შეყენებული, სადაც მეორე მანქანა მივიდა და ამ ტაქსიდან უკვე გადაიყვანეს მეორე მანქანა. და ჩვენებები ამ ცრუმოწმეების თუ არ ვიცი რა ვუწოთ, ცრუმოწმეები არიან თუ ის ხალხია, ვინც მონაწილეობდა დაკავებაში, მაგრამ იტყუებიან, ხო? აი ეს ხალხი ამბობს, რომ სახლთან დავაკავეთ და ტაქსის ეპიზოდი ტაქსისტი იძახის მხოლოდ მაგას, რაც იყო რეალურად. ხო, და ესენი რას ამბობენ? ესენი ამბობენ, რომ აიყვანეს დაახლოებით ალბათ ჩვენი სახლიდან 2 კილომეტრის მოშორებით, დაახლოებით ეხლა ზუსტად მანძილს ვერ გეტყვი. ტაქსის ძღოლი მთლიანად ამოგდებულია მათი ვერსიით. დიახ, ტაქსის ძღოლი არ არსებობს. არ არსებობს. ამათ წერიათ, რომ რაღაცა ოპერატიული ინფორმაცია შეუვიდათ, რომ ნიკა კაცია იმყოფება კონკრეტულ ადგილას, არის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და სახლში ინახავს. ესე იგი, ახლა მაყურებლისთვის დავაზუსტებ კიდევ ერთხელ გასაგებად ყვებით ყველაფერს, უბრალოდ გამეორება ამის მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. თქვენ ითხოვთ ამ ტაქსის ძღოლის გამოძახებას სასამართლოზე, რომელიც დღეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. და რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ამასობაში სხვები, ვინც მოწმეებად ყავს ბრალდებას მოყვანილი, ისინი იტყუებიან. კი, რიგი პოლიციელები, ხა ნიკა როგორც იძახის 10-მდე მეტი პოლიციელი იყო, თუმცა ეს რაოდენობა საქმეში არ ფიგურირებს. არის რაიმე დეტალები, რაც ხდებოდა უშუალოდ დაკავების მომენტში, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. როგორ განუმარტავდნენ ისინი, ვინ იყვნენ, როგორ ექცეოდნენ საერთოდ? დაკავების მომენტში ერთი რაც არის, მაგალითად ჩვენც ახლა ხო ამ საკითხს რო შევჯახებოდით, ესე დეტალურად არ გვეცოდინებოდა რა ხდება, როგორ აკეთებენ და შესაბამისად თავდაცვის მექანიზმი ვფიქრობ რომ მეტი იქნებოდა. ერთი ამბავი რაც იყო ის რომ ნიკას ეუბნებოდნენ რომ როცა გაჩხრიკეს არაფერი არ გაქვს, რაღაცა ახ სახლში უნდა გაგიშვათ, რაღაცა ფორმალობა აუქცე მოვაწერე ხელი და გაგიშვებთ სახლში. შემდეგ აღმოჩნდა ის რომ ამ ხელმოწერას მოყვა ყველაფერი აბსოლუტურად. მაგალითად 2 თვის განმავლობაში ჩვენ ექსპერტიზაზე ვიბრძოლეთ მართლა რომ ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა და პროკურატურა იძახდა რომ იცით რა თვითონ არ ქონდა ცურვილი ხელი აქვს მოწერილი. რეალურად ტექსტიც არ იცოდა. ეხლა დღეს სასამართლოზე იძახდა რომ პაკეტებიო, ანუ დაგენახებინათ მაინც რომ მე რომ მკითხავდითო რომ გაქვს თუ არა საერთოდ ნანახიო, იმას მაინც გიპასუხებდით რომ კი ნანახი მაქვსო და თქვენ რასაც ყვებით, ხდებით სასამართლო პროცესს ვადევნეთ ხო თვალყურს, ანუ ნიკა
დაჭერილია იმიტომ, რომ ის აქციების მონაწილე იყო, რომ ის არის რეჟიმის მოწინააღმდეგე. არა მარტო აქციების, არ ვიცი თქვენ რამდენად გახსოვთ, მაშინ აქტიურად იყო ტროლბოტების შემოსევა Facebook-ზე და ასეთი ჯგუფი შექმნა მაშინ დაარეპორტა, ესე ყოველდღიურ რეჟიმში. პრობლემას უქმნიდა ტროლბოტების სისტემა. ნუ ეხლა ტროლბოტები კარგად ვიცით, ვინ და როგორ ხელმძღვანელობდა და შესაბამისად ხო, ეს კიდევ დამატებითი მოტივაცია მათთვის, რომ რა თქმა უნდა, უპირველესი ის რომ ყოველთვის ანგარიში გაესწორებინათ, საკმარისად დიდი ხანია აქციებზე იდგა და ჩვენ ყავს რეჟიმის ბევრი პატიმარი, მათ შორის ნიკა და გზები თუ როგორ უნდა გამოიხსნას საზოგადოებამ ეს ხალხი, ამაზე მიდის მსჯელობა. მათ შორის ქონდათ შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან და თქვენ ესწრებოდით ამ შეხვედრას, იქ იყო ამაზე მსჯელობა და ზოგადად პოლიტიკური პროცესი როგორ შეიძლება განვითარდეს, ეს საპროტესტო მოძრაობა როგორ შეიძლება განვითარდეს. რა გაიგეთ ამ შეხვედრიდან, რა იყო მნიშვნელოვანი, რა გითხრეს პოლიტიკურმა პარტიებმა თქვენ და თქვენ რა უთხარით პოლიტიკურ პარტიებს? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს ჩვენ გქონდა იქ ელჩებთან შეხვედრები, ევროკავშირის ელჩთან, წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრები, საკმაოდ ინფორმაციული და ვფიქრობ, რომ საკმაოდ შედეგიანიც, რადგან ბევრი ეს სანქციები რაც მოდის, სადღაც ჩვენი წვლილიც არის, რადგან ის ადამიანები ზუსტად იგებენ იმ სატკივარს, რაც გვაქვს. შემდეგ უკვე ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად, ერთ მხარეს კედელია და იქ ვერავის ვერ ველაპარაკებით და არც ესმით და მეორე გზა იყო, რომ რაღაცნაირად გაგვერკვია რა ვითარებაა დღეს ოპოზიციურ სპექტრში. რადგან მათი ნაბიჯები, მათი რაღაცა თუნდაც იდეები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გვაინტერესებს და რაღაცა როგორ გითხრათ, მათი მხრიდანაც უნდა ყოფილიყო რაღაცა ან ჩემი ინტერესი არ უნდა ყოფილიყო პირდაპირ ვიტყვი რა მათთან შეხვედრა პირველ რიგში მათი ინტერესი უნდა ყოფილიყო. თუმცა ამ შეხვედრაზე კიდე უფრო ნათელი გახდა ჩვენთვის ბევრი რაღაცა კონტური. ჩვენ მათგან როგორ გითხრათ, დიდს არაფერს არ ვითხოვთ, მათგან გვინდა კონკრეტული კი ან არა რიგ sakითხებზე. ჩვენ თუნდაც მაგალითად ადგილობრივ არჩევნებს რაც შეეხება ჩვენს ძალგამყოფი. ხო, ეს არის მნიშვნელოვანი თემა და ეს განიხილებოდა ამ შეხვედრაზე. ანუ თქვენ მიიღეთ თუ არა პასუხი, კაფიო, ყველა იმ პარტიისგან, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, რომ ისინი არ აპირებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, თუ კი არ იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ იქნება შეცვლილი მთლიანად ეს სისტემა, რომლითაც ივანიშვილი იპარავს ხოლმე არჩევნებს. მოდი იცი რა ვთქვა, დღეს საერთოდ პოლიტიკოსებისგან დღეს რაღაც განცხადებებს რო ვადევნებდით ვაყოს, ისმის ესეც საკითხი, საერთოდ რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ და ამ არჩევნებზე ჩვენი კითხვა რომ გვინდა დასტური კი ან არა, წამოვიდა იქიდან, რომ გაჩნდა მოსაზრება, რომ რიგი ადამიანები იქ გარკვეული სპორტ სასახლეში არიან შეკრებილი ოღონდ რუსთაველზე, აპირებენ ვაჭრობას ტყვეებით და პირველი რაც აუცილებელია ყველაზე, აქ თქვენი ეთერის საშუალებითაც მიმართავ, რომ არც ერთმა მათგანმა არ გაბედოს ამ ბიჭების თავისუფლებით ვაჭრობა. ანუ პოლიტიკური პარტიებიდან არის, ანუ აი ამ შეხვედრაზე ვინც იყვნენ, მათში არის მსჯელობა და თქვენთანაც იყო საუბარი, რომ შეიძლება მიიღონ მონაწილეობა, განიხილავენ. ჩვენ მათგან გვინდოდა დასტური და ვერ მიიღეთ? ყველასგან ეს პასუხი ვერ მივიღეთ სამწუხაროდ. მეტი კონკრეტიკა თუ იყვნენ ადამიანები, პოლიტიკური პარტიები. იცით რატო ვიძახი ესე, ჩვენ მაგალითად ეხა რაღაცა დეტალებს გავვდივართ, იმიტომ მე მგონი ჩვენ უფრო მუშაობთ, ეს პატიმართა ოჯახის წევრები რაღაცა სტრუქტურულად და რაღაცებს განვიხილავთ და რაღაცა საერთო აზრს ვაყალიბებთ და იმ აზრს მიუყვებით და ერთად ვიბრძვით, ვიდრე ეს პარტიები. ამ პარტიებმა ფაქტია, რომ დღემდე ვერ შეძლეს ერთობა. შესაბამისად, აი რაღაც დეტალებში რა შევიდე, ხვალ გეგმავთ ჩვენ განცხადების გაკეთებას, უფრო ფართოდ და უფრო ანუ იყო მოსაზრება მივიღოთ თუ არა მონაწილეობა, არ იყო კაფიო პასუხი თქვენთვის, მაგრამ დეტალებს იტყვით. ან მარტივი კითხვა ხო თქვენ რაღაცას მეკითხებით, მე გეტყვით ან კი ან არა. პარტიებს არ ასახელებთ როგორც. არა, პარტიებს არ ვიტყვი. ლაშა. ისევ მათ უფრთხილდები, თორე მე პრობლემა არ მაქვს. ეს მათი გასაკეთებელია, მე ვფიქრობ უკვე დროა, რომ მათ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. ძალიან დიდი მადლობა ლაშა. მადლობა მშობლობისთვის ლაშა კაციას, რეჟიმის პატიმრის ნიკა კაციას მას უსმენდი და ნიკა კაციას აქედან მოვიკითხავ, არ ვიცი აქვს თუ არა შესაძლებლობა. კი, აქვს, უკვე აქვს. მოკითხვა მას აქედან და ვუსურვებთ გამძლეობას.